Ძვირფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი დათო ლიკლიკაძე. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. ჩემი საყვარელი სტუმარი დათო ლიკლიკაძე. ეს ხანდახან მინდა ხოლმე, ალბათ ჩვენი ერთ დღეს გამოგაცხადებ, როგორ იცი, რომ შენს Facebook გვერდზე თუ შეიხედავთ, დათოს Facebook გვერდზე თუ შეიხედავთ, ნახავთ რომ ყველაფერში არის დათო ლიკლიკაძე. ხო, და კიდე ერთ-ერთი რომ თეატრში აქტიურად და 1000-ნაირი გრიმები გისვია სახეზე. კი ბატონო. ხო და მგონია რომ ჩვენი ერთ დღეს უნდა გამოგაცხადოს, როგორც ასე მაგალითად ჩვენი გადაცემის სტუმარია სახალხო არტისტი დათო რა მაშხიკვაძე და რაღაც ჩვენი ერთ დღეს კი არა, დაგვიანებული ხია. რა სიზამთრე. დაგვიანებული პასტემოდა ადამიანი. ხო, მე მგონია რომ შენ ყველაფერი ხატვარიც ხარ. შენ ხატვარიც ხარ, მაგრამ ამას ჯერ არ გიცდია, მაგრამ შენ გააკეს ნიჭიც. ხო, რა ვიცი. ცეკვა, ერთი ოპერაშიც გნახე. კი ბატონო. ხო, ყველაფერი მაგ გაკეთებული, ის გაკეთებაც ზნეობის პარკლებში. შეიძლება ადამიანი ერთი ბალეტი არ ვერ ვიცეკვე და ისიც თქვენ გონიათ ჩემი ტანის გამო, როგორ გეკადრებათ. აი, ელასტიკებს ვერ ჩავიცვენ ქუთაისში. ბალეტსაც ვიცეკვებდი აუცილებლად. ხო, შეიძლება ვერ მიიღოს ქუთაისმა კარგად. ქუთაისმა რომ მიიღოს, არა, ჯერ სახში ვერ შევასწრებ. ხო, და თუ შევასწრებ, მე სახში მომკლავე. ამიტომ ხო, მაგიტომ ვიკავებ თავს, თორე? ამიტომ ვიკავებ თავს ბალეტისგან. ხო. როგორ ხარ? რა ვიცი, ვარ. რა ხდება ქუთაისში, როგორ არის საქმე? რა ვიცი, აი როგორც ქვეყანაში პოლიტიზირებულია რა ყველა და მოკლე ორ პოლუსიანოვან ანიმისტი ხარ, ანამისტი ხარ, შუაში არ შეიძლება რომ იყო. ეხლა სხვა შორის მოვდიოდი, ისა ძალიან ცოცხალი, არც მართლა იუმორია ქუთაისი ეს საბადოა. ისა ვიღაცა ნაცნობი ნაცოსენო შვილი შემეძინაო. აა გადაირია გოგო, ბიჭი, გოგო უთხრა იმან, ნაცი კოცი. მაგარია. ისინი кайმოსასწრები. ჩასკარახდებოდა. როგორი შეგეძინა? გოგო, ბიჭი, ნაცი კოცი. ჩკაჩკარა უთხრა. ხო, ავტომატურად დაუსვა უკვე. ხო, არა, სასაული ხდება. ეხლა კონცერტი იყო ანრი ჯოხაძის, არაჩვეულებრივი მომღერლის ნამდვილად მესხიშვილის თეატრში და ну ეს აქციების ფონზე წარიმართა ეს კონცერტი, გარეთ აქციები იყო და სხვა შორის 80 ლარი ღირდა ბილეთი, პატარა არ ღირდა, მაგრამ იყო ისეთები, რომ ძვირიც ღირდა, მაგალითად პარტერში და ბენუარში და ის 80 ლარზე ძვირიც. კი, უფრო ძვირიც ღირდა და გეტყვი ახლა რამდენი. ხო და ისა მოდიან და ეს აქციის მონაწილეები დახვდნენ ამიგეს და მონებო, 80 ლარიანო მონებო, 80 ლარიანო მონებო, ეძახეთ ხალხი დარწმენილი ზოგი ისე შედიან ისა თეატრში და შუბით ქალბატონი ახლა ქუთაისში შუბა მოგეხსენება ბევრჯერ მომიყოლია დედაჩემზეც აქ შუბით ქალბატონი 80 ლარი მონებო და ეს ქალბატონი ისე უკაცრავად 120 ლარი გვაქვს გადახდა აიკეცეთ ეს 80 ლარია და 120 გადავის უძახი 80 ლარია აიკეცეთ შუბა და შევიდა შეურაცხყოფას მიიღო 80 ლარია და მონა ხო იცი რა არის აი მაგალითად ხო მართლა მოსწრება რა ამდენი რაღაცა გაქვს დღის განმავლობაში ან კვირის განმავლობაში აი რანაირად ახერხებ ხო ახლა ნახე ისა ყოფილა დღე მაგალითად ესეთი ორი ლექცია დილით არა მარტო ქუთაისში ერთი ქუთაისში და უშეშეთი ხონში ან ჭიათურაში ლექციებს ვკითხულობ ორი ლექცია იქიდან გამოქცევა ორი სპექტაკლი იმ დღეს შეხვედრა გადაღება რეკლამა კი ბატონო და ისა ამ ორი
გორის სპექტაკლიდან თეატრში მისვლა ბარგით, იქიდან გაქცევა აეროპორტში, ღამისთებით ფრენის შემდეგ კიდე 14 კილომეტრი ფეხით გაატარო ხალხი, თან გზაში სულ ლაპარაკობ, არ უნდა გაჩერდე, გიდიხარ, რაღაცა და ისე ხანდახან ვფიქრობ, სულნათ ირაკლი აბაშიძე ჩემზე აქვს დაწერილი, რა დრო, რა დასცემს, შენს უგდავს სხეულს. ვერ ჩერდები. შენ რომ დაისვენო, შეიძლება ყუიდა გადახვიდე, ხო? არა, გამორიცხულია. ტემპი გაქიზეთი. ესაა ჩემი დასვენება, როცა ვმუშაობ. რადგან სტუდენტები ახსენე, სტუდენტებთან ალბათ სტუდენტებთანაც რაღაც ისეთი დამოკიდებულება გაქვს თვითონ განსაკუთრებით ახალი თაობა ეს თინეიჯერებთან, როცა მედია წიგნერებაზე ვკითხულობ ლექციებს და რაღაცა მართლა რომ ყვები არტისტულად, მანერულად, ემოციურად თუ არ ჩადე ხა ემოცია და ხა მონოტონურად არიან ახლა ლექტორები და ჩემზე ჭკვიანი ხალხი, ამდენი ძგნა იმდენია, მაგრამ მე ისეთ აქტიურად რო ყვები და მოსასმენი რო ხარ საინტერესო, რაღაცა მე თვითონ ხვდები რომ ესე გისმენენ სტუდენტები რაღაცა და რო დასრულდა და გოგონები და ბიჭები წამოდგენ და ბატონო დავით როგორი სლეი ხართ მეუნება ერთი ბავშვი. ხო და დავიბენი უცებ ხო და მაგრამ არ გამიტყდა სხვათა შორის მიჩვეული ვარ ამ ასეთ მოძახებას და გავატარე და კარგი თქვენი რომ გავატარე კაცო თუ მე უთხრია როგორი თამბეჭ დავიხარ. ეხლა ჩვენ სლეი ყოფილა ძალიან კაი სიტყვა. და კიდე კაი რო ჩხუბე იმ ბავშვს ანუ როგორი თამბეჭ დავიყავით ეს როგორი სლეი დავით. კაი თქვენი ვარ გაუბრალეს. მაგრამ იცი რა არის ანუ ამ ყველაფერთან ერთად მაგალითად როგორ შეიძლება მოასწრო ბოლოზარების დადგმა აი სკოლებში? ერთ-ერთი სკოლა დამიკავშირდა და დამრიგებელი მეუნება რომ ბოლოზარი გვინდა რაღაცა ძალიან ადრეა მე ვუთხარი მეორე წელიც მაისშია ხო? არა უნდა მოხვიდეთო და გვაქვს ჩვენ რაღაცა სცენარები და რომ უნდა გაანაწილო თუ არა მე ვუთხარ უნდა გავანაწილო ეხლა და ოქტომბერია მე ვუთხარი ეხლა და არა მითხარო ერთი მოსწავლეაო პატარა ერთკუპლეტიანი ლექსიაო და ახლავე მიეცითო ვითომ მიეცითო იმიტომ რომ ვერ სწავლობსო და მაისამდეო მაგას ჭირდებათ რომ ისწავლოსო ოქტომბერზეა ლაპარაკი ხო და როგორ ჩანს ეს ბავშვი რაღაცა კაიმანიშვილია რაღაცა დადაძაბული იყო მასწავლებელი თან არ უნდა რომ ისა ამოეგდო ამ ღონისძიები როლი უნდა ქონოდა და მივედი ეხა და მეთქი ისა მართალია ჯერ ადრეა მაგრამ უნდა გავანაწილო რაღაც როლები აი თქვენ მაგალითად და ვიცი ვინცა უკვე ვინც უნდა მიცე ამბიც ვეუნები რომ აი თქვენ მაგალითად ეს ერთკუპლეტიანი ლექსი მაისამდე რომ ისავლოთ თქო ოქტომბერში ვეუბნები და გადაირი ეს ბიჭი მაისამდე რა ამბავია თქვენ ამას 5 თვეში დედას დაუჩი რა ამბავია მაისი ხაზი აია კი ბატონო ხო არის ეს სასწაულია მართლა როგორ შეიძლება ასწრებდი ამდენს მაგრამ იცი რა უნდა კითხო ეხა ნუ რა თქმა უნდა მანქანა კი ყავს მაგრამ მანქანით არ სარგებლობ არა ნუ მანქანით სახლის წინ მაქვს სამსახური და შესაბამისად სახლით სამსახურის წინ ნუ ძირითადად უფრო ტრანსპორტი მარშრუტკით დავდივარ როცა სადმე პატიჟებენ, სადმე მივდივარ, იმიტომ რომ მარშრუტკაშიც პატიჟებენ, ფულს არ ვიხდი თან მარშრუტკის. არა მარტო მაგიტო, იმიტომ რომ აგ იუმორს ვიღებ, გამოუწურავი მადანი ეს მარშრუტკა. აბა საიდან გიყვებით ამდენ რამეს ახლა? ხო, ამდენ ნამდვილ ამბავს. ხო და მარშრუტკაში უამრავ რამეს ვისმენ. სხვა შორის ახლა ისა რა ქვია, მარშრუტკაში ვიჯექი რომ ვიღაც მამაკაცი ჩავიდა, იქ ჩვენთან ქუთაისში არის ეს აღებულია შენი რაღაცა მოსული ისა, გადახდილია, ხო. ხო და ისა რა ქვია, ჩავიდა ვიღაც კაცი და ესეც სასიამოვნო ქალბატონი და თქვენი გადახდილი აქვს და მე დიდი მადლობა მიაძახა ამ ქალბატონმა მაგრამ ვერ გიცანითო უთხრა მეო შაშა რო ვიცექი თქვენთან მინოშვილის ქუჩაზეო ხო და ახლა უკვე ამ ქალს უყურებ თუ ყველა ეს კაცი აღარ გვაინტერესებს ხო და იმიტომ რომ ამ ქალმა ხო მითო მაგრამ საოცარი აქ არ თავდება გამახსენდა კი მადლობა გენაცვალე უთხრა ახლა პატარა ქალაქია ქუთაის ვინვისთანაც ახლა ჩვენ ვარშავაში ვიგებდეთ ნუ შემოვტრიალდით ყველა და ეს ქალი მიხვდა რატომ მივაშლებდით თელი მარშრუტი და მე რეანიმაციის ექთანი ვარო ხო და ჩვენთან იწვევი რომ ჩვენ თქვენი გურშიო ამას გულისხმობდა მე რეცკი დაწყნარდა იცი რა მაინტერესებს ახლა სიძუნწე ხო იცი ახლა ეს
შენი ერთ-ერთი მომჭირნე ხელმომჭირნე ხო ხო ერთ-ერთი შენი ისეთი დამახასიათებელი არის ხასი ხო მე არ დამიმალავს პირიქით ახლა მე თვითონ შევუწყვა ხელი ამ გადაცემები ცოტა ჩვენ ხო იმიტომ რომ თქვენი ვიდეოებს ასაც უყურებ ძირთად უფრო მუქთად მაგრამ რომ ისულიყავი რამდენი ვიშრომე დიახ ვაკამდე რომ ისულიყავით რომ მუქთად გეცხოვრა ძალიან ბევრი იშრომეთ ხო და ხო მაგრამ აღიზიანებს ხალხს იცი ესე ჩემი მუქთად ჭამა ეხლა რა უნდათ ვერ გავიგე ეხლა ჩემ მეგობართან ვიყავი ექიმი კახი მაჭავარიანი წარმოსადეგი ოჯახი ძვირფასი და შეძლებული ოჯახი და ხიზილალაც ბევრი ქონდა სახში დაგვადიჟეს ეხლა სააღდგომოდ ხო და რა ვქნა ხიზილალს რომ დავინახავ ძალაუნებურად მეწაფები ხო და მიიყვარს ეხლა რა მოხდა ხო და ჭამ ეხლა და მე მიიღებენ ამ ვიდეოს აი მე ხიზილალას ჭამ ხო მიიყვარს კიდე ეგეც გადაიღე ეხლა ასე რომ მოგიტანე მე პირში თან ვიდეო ჩართულია იღი მივხერხულად გადმოვიღე კიდე რაღაცა დადეს ეს ვიდეო ну ამბავი ატყდა იმნაირი და ეს უნამუსო და თუ არ გწხვენიათ და ისა და დაათრევენ ამ ჩემ ვიდეოებს აქეთ-იქეთ ხალხშია რა საყურებინებთ ბავშვებს ხალხშია ეს ხიზელას ჭამს ეს უნამუსო ხო და ისა მე ახლა დავწერე კიდეც პოსტი შენ დავატირე გავიფიქრე ხალხე სხვის ხიზელას ჭამს სხვის სახლში ვიკითხავს რომ შენ თან ვარ უმრად რა გაგიზიანებს რა გინდა ხო ვიღაცა ხო უნდა ჭამოს ხიზელას ვიკითხავს რომ ილანძღები და იფუთხები იქ ხო ნუ სასაული ჭირთ ხო თან არის იცი დაკვირვებული ვარ რა ჭკუასაც იციან ხო რა ჭკუის დარიგება ხო კი რა ჭკუას გარიგებს ყველაფერი ნიშნობა რა რაც გააკეთებ ამას წინათ ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა მღვდელი გამხდარა ისა რა ქვია ისა ეკლესიური სულიყო ხო და ისა რა ქვია ოღონდ დედამისი შეეწირა ამის ნერვიულობას. ახლა რა ბიზნესი ქონდა, საწყობი ქონდა, თვითონაც კარგად იყო, მაგრამ და გაუყიდა ყველაფერი და აქცია, ჩამოაქცია, თამაშობდა. ხო, სასწაულო მოგდა ეს კალი ბოლო-ბოლო ნერვიულობით. მერე ისა რა ქვია, მერე სახლი დააგირავა, მერე ის სახლი გაყიდეს, მერე мама ქუჩაში დატოვა და ქუჩაში მოგდა ის საწყალი რაღაცა და მერე წასასვლელი აღარ ქონდა, წავიდა ალბათ ეგლესიაში, არის დელი გახდა და თუმცა მეუნება და შენო ახლა მოვიკითხეთ ერთმანეთი ამდენს რო დაფრინავ, ამდენს რო დადიხარ, ისა მიტოვებული ყავს, ხო? თამილა დედაჩემზე ლაბარაკი. ხო და მიტოვებული რატომ ყავს? მე ვხარი, მე დავდივარი გშრომობ, მუშაობ, ხო და ასე არ შეიძლება შენ დაფრინავ და გულაობ და მშობელი მიტოვებული ყავდეს, არა მარიგებ თუას, მამაოა. ხო და ესა რა ქვია? მამაო, მე ვხარი მე მეუნებით მაგას დედაჩემს რომ პისეცია ნორკა ქონოდა წელებზე ფეხსუდამ საწყალი მამაჩემი მიძღვნილი ქონდა ყველაფერი დედაჩემზე და თელი პისეთში იყო თელი ჩვენი სიდიდრე ოღონ ის ლამაზად გამოსულიყო ნათესავების გასვენებაში და ქორწიში ისე აფტარ წავიდა და თუ ახალსაც ჩაიცმოდა და ხომ ვინმე რომ მოგწებოდა ჩვენ მართლა ვგლოვობდით იმიტომ რომ ქონდა ახალი შუბა საყიდელი ხო და სატილად ქონდა საქმე მართლა გულწრფელად პიროდი ხო და ეს არა მე მეუბნება რომ დედაშენს მიხედეო ეს ადამიანი ნუ სასწაული ჭირს რა ღმერთო მაპატიე ხო და ეხლა დედაშენი რაღაც ახსენე ხშირად ხოლმე ანუ უფრო გადარებს აი ესეთ ძალიან აი ესეთი სიმპათიურ მამაკაცს. ხო, ეს აქ ბევრჯერ მოვყევი ჩემს სილამაზეზე. ჩემს სილამაზეზე არა, დედაჩემს რო ეჩვენება იმ სილამაზეზე და სოშორის ამას წინათ დავპოსტე ალენდელონის სილამაზე მომცადქო. მაშინ ალენდელონი რო გარდაიცვალა, ძალიან მოდური იყო ალენდელოზე წერა და ალენდელონის სილამაზე რომ მქონოდა და ჩემი მოხერხება თქო, სასწაულებს და ატმეს მოვისხამდი. სასწაულებს ვიზამთქო და ვიღაცა მიაწერა, რომ ისა რა ქვია ეხა ალენდელონის ნუედრებიო ტროლით იყო რაღაცა ალენდელონის ნუედრები ნამეტანი ხომ არ მოგდით შენ და დედაჩემსო დედაჩემი რა შუაში იყო იმპოსტან ოღონ არ ვიცი აშკარად ჩვენი ნათესავი იყო მამაჩემის მხრიდან რაღაცას ვერ პატიებ დედაჩემს და მომაყოლა იქ ლაზვაში დედაჩემი კაი იყო კაი და აი ხა ნუ რაღაც სიზუნწეზე ვსაუბრობდით ხო ნუ სიზუნწე ხელმომჭირო ცხოვრებაზე ნუ აი სიტყვაზე მარკეტშიც ანუ მარკეტში მე ადრეც აქ ბევრი მიხუმრია იმ 10 თეთრიან ცელოფნის პარკებზე მოკლედ ნუ სასაული იმჭერს რო არ გეკითხები და ესე ვატარებენ ხო იქნება ჩემი პარკი მაქვს ან წამოსა ხელში ვიკითხავს ყველას ავიხუტებ ისე მივდივარ ხო და ისა ბავშვა დამაბარა ჩუპაჩუპსი წამომიღეო ერთ ჩუპაჩუპსია საუბარი ჩუპაჩუპსი ხო და მივაწოდი ამ ხელა ჩუპაჩუპსი და კიდეც კაპ დაიძახა რაღაცა შეხვედე პარკი გაატარა იქ რაღაცა დააცკაპა ხო და ისა
გოგონა მე ვთხარი ომი გინდა ჩუბაჩუბის პარკი რა შეჭა ხო მიიღებ ომს ეუნები და ხო და პარკი არ გინდა თო მეკითხება და რომელი პარკი მე ვთხარი რომელი და ბორჯომ ხარა გავუწი ცელობის პარკი მე ხო არ მინდა მე ამოაშლევინე ხო ამოაშლევინე მაგრამ მე 1-15 წუთი იმის იმას ამან რაღაცა კოდი არის იცის დაუძახა ვიღაცას იგი რო გამოვიდა ის პარკი რო წაეშალა უკან ხალხი იცის ამათი თეთრის გულისთვის გადამკეტე მოძრაობა ხო მაგრამ რა ვთქვა ბიბზია ასე რა გავაკეთო ყველა მიმართულებით ბრძოლა გვიწევს მატენია ხა რა არის ახლა თან დადვიდა კაცო ისე კი აღარ არის ახლა იგი საინამოსრებულია ბორჯომ ხარა გავის პარკია რა პარკს გავატარებდიო გაგი მე გაიხება კიდე იქეთ ხო 10 მე ვიხდი ერთი ესეთი კითხვა მაქვს ახლა ნუ ძალიან გიდი ხო ხარ გიდი ვარ ნუ ბევრი ადამიანის დაგყვება ხო ძალიან ბევრი ნუ ალბათ განსაკუთრებული მოთხოვნებიც აქვთ ხო იქ მე იქ უნდა შევიდე კი როგორ არა ეხლა სხვათა შორის ვენეციაში მქონდა ტური უბრალოდ ხო ნუ ვენეცია შედიოდა ვენეცია ვერონა მილანი იტალიის ტური მქონდა და ისა ვენეციაში რომ მივდიოდით ერთი სასიამოვნო ქალბატონი მოვიდა და ვაიმე ჩემ ქმარმა დამაბარა განდონებზე რო არ დავჯდი არაფერ არ შეიძლებაო ხო და მე ვთხარი გონდოლებზე ალბათ ქალბატონო ხო რა ვიცი რა ქვიაო და ისე ხო იცით დრაგის 90 ევრო უნდა ერთი იწება 90 ევროდან უფრო ძვირიანებიცა ხო მე ვთხარი ისეთი ფასის ღირს გეკითხა შეიძლება იმა გეუჩერდია მე ვთხარი რაც დაგაბარდი მას და ისე ძვირი აი მე არ დამომიდებოდა მაგალითად გონდოლაზე ძალიან საინტერესოა რადგან ხა ბევრი ქვეყანა ხა და დაახლოებით 1 წლის პოსტები ვნახე შენი გუშინც ხო ნუ ქვეყნები ძალიან გამორჩეულად საინტერესო ქვეყნებში ხარ რა ნამყოფი აი ესეთი ყველაზე ისეთ ბანთ ხო აი ყველა ქვეყანას რაღაც თავის კანონები წესები აი რამ გაგაუცა სინგაპური იყო მაგითი ძალიან უცნაური ხო გიდმა გაგვაფრთხილა ჯერ სინგაპურში სკევის ღეჭვა არ შეიძლება რაღაცა ისა რა ქვია ჯერ სიგარეტის მოსაწევა ტაქსით მივდიოდით რაღაცა იმიტომ რომ ქალაქში სინგაპურში 4 ადგილზე შეიძლება მოწევა 4 ადგილზე ერთ-ერთი რაც გამაოცა იყო რომ ფულს რო ნახავთო დაგდებულსო სინგაპურულ დოლარსო დაგდებულსო ნახავთო ისა ძალიან გთხოვთო გადააბიჯეთ და გაიარეთო იმიტომ რომ ის არც უფიქრე ჯიბე შედება ხარ არც უფიქრე იმიტომ რომ პოლიციაში უნდა მივიტანოთო თუ კი აიღებთო პოლიციაში უნდა მივიტანოთო და ეხლა მე თელი დღე პოლიციაში რაღაცას ამიღე ხარ იმ ქვეყანაში თუ 4 დღე და ხარ 2 დღე პოლიციაში გაატარო ასე რომ დავუშვი 100 დოლარიანი დაინახეთ გადააბიჯეთ გადაითო უსმენ ამ გიც 100 დოლარიანი დაინახე გადააბიჯე და გაიარე ხო მეუბნება ხო და უფალ შევთხოვე ღმერთო რაც მე შეგთხოვ ყოველთვის 100 დოლარიანი ვიპო ახლა არ ამიხტირო მე ვხარ ამ ქალაქში უეჭვლის როგზე ვარ წამსვლელი 100 დოლარს დავინახავ რა ის გადავაბიჯე გამორიცხულია ეგრევე ვაჭერია თავს ხო და რომ გადააბიჯო მე ეს სტრესი გინდა იმას მოუკლევარ და გინდა იმას ხო მიჩემი ჯიბე ჩავიდე ეგრე არ დამიჭირა ხო შურიან ხალხს რა დალებს ხო ანუ ეგ არის ხო ნუ არის რომ ყველა ბევრი შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი რომელიც ახლა შენს წარმატებას ესე რაღაცა მშვიდად ვერ უყურებს და ნუ რაღაცა აქვს მაინც რომ აი კი რამდენიც გინდა შურიან ხალხს ადალებს თან სასწაული სოციალურ ქსელში ისა და ერთი წერს საჯაროდ მონიშნული ვყავარო ისა პირდაპირ ასე იწყებს ვაზელინო ლიკლიკაძე გვასწავლე როგორ მიაღწია ამდენს ხო ჯერა შეკითხვა ხო როგორ მიაღწია ხო და მე მიუწერე მე ვუთხარი მეტი საქმიანა მაგ ჯერ უფასოდ გასწავლო ცხოვრება მე ვუთხარი ხო და მე მეორე შენ შტერი რო არისო მე ვუთხარი შენივე შეკითხვაშია პირველ სიტყვაში პასუხი მე ვუთხარი ხო ვაზელინო როგორ მიაღწიოთ ამდენს მე ვუთხარი იგი ძალიან ის რომ თვითონია გაცებული პასუხი მაგრამ არ ვუთხარი რატომ უნდა იცოდე არ მიანიშნე ხო სადარი საიდუმლო დამალული წინადადებაში პირველ სიტყვაში ქონდა პასუხი კაი იყო კაი ხო რადგან წარმატებას ესე მიაღწიებ ესმის რაღაცა და ძალიან ბევრ რეკლამას აკეთებ ბოლოსკენ ახლა ვიცი რა არის ახლა ვიცი რომ ხა შენ იცი ძალიან ხა ჩვენ ისე გაჭირებულ მდგომარეობაში ვართ და სამწუხარო ამბავი ეს ხო ნუ საქმე გაჭირებულები მიკვირს შენთან რომ ჩამოვდივარ ხოლმე წელიწადში ერთხელ ხო და
ერთი რეკლამა რო ჩვენიც გააკეთო, ხო შეიძლება რომ აი რამდენი ხნიანი ურთიერთობებსაც ხო აქვს რაღაცა მნიშვნელობა. ჩვენი არხის რეკლამა უნდა გავაკეთო. ხო, ანუ ჩვენ გავაკეთეთ ახალი გასართობი არხი ჩვენი არხი, რომელსაც დავარქვით, ჩვენი არხი და ხო, უფულოდ გამიჭირდება ალბათ ისეთი რიხით გაგიკეთოთ რეკლამა, მაგრამ მან ახლობისგან ფულს როგორ მოვკიდებ ხელს. კი ბატონო, ძალიან მაგარი არხი გაკეთდა ჩვენი არხი. მე ყველას გირჩევ ჩვენი არხს უყუროთ, თუ გინდათ სულ იცინოთ, სულ პოზიტივი იყოს და ჩვენი არხის ნახვა შეიძლება მაგთის 45 ნომერი, ხოლო სილქნეტის 345. 345. ახალი ქსელების ასევია ახალ ქსელებზეც და 345 და მარტივიზე 45. მარტივიზე 45, კი ბატონო. ხო. აი ეს მოჭერი და გაუშვი ინტერნეტში რა ეს დამთავრებულია უკვე რა. თქვენ მაინც ნუიტყვით უფულო, აიცი, ისა რა ქვია. მე სხვებაც არ მოინდომონ. არა, ხო, რა თქმა უნდა. დათო, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. მე მინდა წარმატებები გვისურვო, ხო, ძალიან მიყვარხარ. უღრმესი მადლობა, უღრმესი მადლობა. და ყველანაირი წარმატება შენი ძალიან მიხარია. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემისთვის ჩამოხვედი ქუთაისიდან. მე ვიცი, რომ უკვე აქედან კიდე საზღვარგარეთ მიდიხარ, ბევრი ტურები გაქვს და მინდა სულ წარმატებები გქონდეს ცხოვრებაში. დათო ლიკლიკაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გითხრათ მადლობა დაშენ. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.